შევისაერთოთ. ხო, გაჩნია. გასწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ წაღან ჩემს. ჩვენ ერთად ზურგეთში ვიყავით სასაფლაოზე და ძალიან დავწვერდი ჩემი. Hello, გამოიცანით ვინდა ბრუნდა YouTube-ზე, ალბათ უკვე გაიგეთ, რადგან YouTube-ზე ვყურებთ ამ ვიდეოს. ისევ ბათუმში ვარ, ისევ ბათუმიდან ვიღებ ჩემს vlogs და დღეს დავაკვირდი, რომ ყველა ჩემს vlog-ებში ვიღებავთ მას, ყოველთვის ან წითელი მოქვს, ან ახალშეღებილი შავი და სულ რაღაცნაირად ესე ძალიან ემთხვევა და არ ვიცი რატო. ეხლა აღარ ვეხევით მას, უკვე თუ დააკვირდებით როგორ გამეზარდა. აი ბოლო vlog-ში თუ არ ვწდები, ესე მქონდა კარე და ეხლა უკვე ძალიან გრძელია და ლამაზია ჩემთვის და კიდევ უფრო გრძელი მინდა რა თქმა უნდა და კიდევ უფრო ვიზრდი. No. კარეს აღარ დავიბრუნებ, იმიტომ რომ ძალიან მომენატრა ჩემი გრძელი თმა. გავიკეთე მეიქაპი, გადავიღე TikTok-ისთვის რაღაც ვიდეო, ამ ვოდროს რაღაც აკვიატება მოქვს, ახლა ბათუმში ჩამოვედი საქმე არ მოქვს, იმიტომ რომ გარეთ წვიმებია და რა გავაკეთო და მოდით ყველა სოციალურ ქსელს მივხედავთ ხო, რაც კი მაქვს მეთქი TikTok-ზე მოქვს ორი აკაუნთი, ერთი არის მონეტიზაციით და მეორე არის ჩვეულებრივი. პლუს მოქვს Instagram-ზე ერთი აკაუნთი, მეორე აკაუნთი მოქვს სამსახურის და მესამე აკაუნთი მოქვს უკვე UGC კრეატორის აკაუნთი გავაკეთე, სადაც მინდა რომ ვიმუშაო ამერიკულ ბრენდებთან და მანდ მინდა კიდე რაღაცები გავაზიარო. და მოკეთ ცოტა მივხედავ ჩემს სოციალურ ქსელებს. იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩაგდება მქონდა და ძალიან მეზარებოდა ყველაფერი. ეს არის ჩემი ახალი ამბები, ძალიან მომენატრა YouTube-ით, იმიტომ რომ გუშინ ჯაშტაკალთან ვიყავით და დავჯექით და ვუყურებდით ჩემს ძველ vlog-ებს და მივხვდი რომ ძალიან მომენატრა YouTube-ერობაც და ტყუილად ხო არ მოქვს ეს კამერა, ამიტომაც ჯობს რომ გადავიღო ხოლმე და გავაკეთე. ეხლა მე და ანუკი მივდივართ სასეირნოდ. მე უკვე მოვემზადე, ეხლა ჩავიცმევ და ეგ არის გავალთ სადმე BK-ში, სადმე ყავას დავლევთ და თქვენც აუცილებლად წაგიყვანთ. ეს არის ჩემი ახალი ფრჩხილები, რომელსაც ვიკეთებ ჩემით. როგორ მოგწონთ, უკვე გაფუჭო დავაღონთ რაღაც ნაწილებში. ეს ლაინერები მისვია, არ შეიმჩნიოთ და ესეთი გამოვიდა ვარდისფერი და რაღაც თვალი რო არ მეცეს. იმისათვის არის ეს თვლები მოკლედ. და ხო, აღდგომის პერიოდია და ჩემი საჭმელებს აკეთებს და ხვალაც გაგიზიარებთ ხვანილ დღესაც. ჩავჯექით ამ vlogs, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება. Дальние, снизу. ეხლა მივირთვით და უნდა ჩავიცვათ და წავიდეთ მე და ჩემი და მანქანით სასეირნოდ და ანუკი მერე შემოგვერდება ალბათ და სადმე დავსხდებით და ჩაის დავლევთ დიდი ალბათობით. ეხლა უცებ უნდა ჩავიცვათ და არ ვიცი რა ჩავიცვა, ამიტომაც მოვიფიქრებ და დაგიბრუნდებით. ესე ჩავიცვი რაღაცა ეს განათება არ მომწონს სახლში როგორც მოშვება. ისეთი არაფერი მოკლედ სპორტულები, ფეხზე ჩავისმევ თეთრ ბოტასებს და ჩემდის ტაზეძმოლები არის ეს ბათუმში ჩავმდივარ ჩემდის ასფალტს ვიცმევ ხოლმე, ამიტომაც არ გაგიკვირდეთ. გამოვედით ქალაქში, დღეს საცობები არ არის საერთოდ და ძალიან კარგი ამინდი გამოვიდა. მანამდე მთელი დღეები წვიმდა და დღეს უცებ რო გამოვედით, მზე გამოვიდა და იმედი ახლა რო გავალთ სიცივე არ იქნება. ჩემი და გამარჯობა და ჩვენ ძივერთ აქ შეროდონთან. აი და ახლა გადავალთ და სადმე გავისეირნებთ დიდი ალბათობით. ამ კამერის ხარისხს ხედავთ, ეს არის ჩემი DJ ოსმოფოკეთ 3 რითიც ვიღებ და სახლში საღამოს ძალიან ცუდი ხარისხით იღებს და ეხლა გარეთ რო გამოვედით მშვენიერი ხარისხია, იდეალური და როცა დაღამდება კიდე გადავიღებ და კიდე გაჩვენებთ რა კარგად გიღებს. და ვფიქრობ რომ სადმე ჩაი ან ყავა დავლიოთ და გავისეირნოთ სანამ ამინდებია. იმედი მოქვს ხვალიდან კიდე უფრო კარგად გამოიდარებს. და ერთ-ერთი ის მაწუხებს ბათუმში რომ ზამთარში ან ესეც ცივ პერიოდში და გაზაფხულზე თუ გაწვიმდება არ ჩერდება წვიმები. მოკლედ წავედით ჩვენ სახლში. დღეს არის უკვე რომელი, მგონი 11 აპრილია და
ძალიან ცივა ბათუმში, აი საყინულია მართლა. შეიძლება ლეჟე დუტი კურტკებით გამოვდივართ და როცა თბილისში ტყავის კურტკებით დავდიოდით და ჩვეულებრივად ბოლო პერიოდში ისეთი სითბო იყო, რომ მოკლე მკლავიანებით და ტყავის კურტკებით დავდივარ და ჯინსის კურტკებით და ეხლა დავდივარ ანუ დუტით და მაინც ცივა და ხელები გვეყინება. ჩვეულებრივად ზამთარია და იმედია მალე დათბება. ქალაქში სიცარიელია, საერთოდ არ არის არც მანქანები, არც ხალხი და ყველა ემზადება აღდგომისთვის, ჩვენც რა თქმა უნდა და ხვალ უკვე არის აღდგომა. არ ვიცი ამიტომაც როდის ნახულობ, მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ბულვარში საერთოდ ყველაფერი დაანგრიეს. აი ყველგან სანაპიროზე არაფერი არ დატოვეს საერთოდ და როგორც ვიცი, აპირებენ გამწვანებას და აპირებენ ტრენაჟერები და საერთოდ სხვადასხვა სპორტული რაღაცები დადგან ბულვარში და ყველაფერი ბარები, რესტორნები რაც იყო, ყველაფერს გააკეთებენ არბენის კოშკთან და მოკეთ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ როგორც მივხვდი და როგორც ხვდები, რომ ზაფხულში არაფერი არ იქნება საერთოდ. აი სანაპიროზე რა კლუბებიც იყო, რა ბარებიც იყო, რა რესტორნებიც იყო, არაფერი არ იქნება საერთოდ. დიახ, არც დავდიოდი ამ კლუბებში და ბარებში, მაგრამ მაინც ახლა ტურისტები რო ჩამოვლენ და ვიღაცასთან მე გართობა მოუნდება, არ ვიცი სად უნდა წავიდნენ და რას აპირებენ საერთოდ. ნახეთ რა სიცარიელია უბრალოდ ქუჩებში საერთოდ. არ დადის მანქანა არა და სხვა დღეს ამ პერიოდში იმდენი მანქანაა, პარკინგიც არ არის, გასაჩარებელი მანქანი საერთოდ ვერ იპოვე. აი დღეს უკვე 12 აპრილია და აღდგომაა და მე გადაწყვიტე რომ თავი მოვიწესრიგო ესეთი თუ საყვარლესი ბაბთა გავიკეთე ახლა გაჩვენებ. ხოლო მეზია და ვიხვევთ მას და ნახეთ რა ლამაზად გამოდის. გასწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ, წეგან ჩემ დას ვასწავლეთ. მოკეთ ესე ვიღებთ თმის უთოს, ახლა მაქვს მე 200-ზე რაყენებული, ოღონდ ხშირად არ გაკეთებ, იმიტომ რომ თმას მაინც ფუჭდება. აი ესე დავხრით უთოს და აი ესე ვატრიალებთ. ზოგადად ძალიან კარგი არის ეს ფენები რო არის დაისონიან რამე მსგავსი, ჩემმა და ქალმა გამოიწერა თემუდან დაისონის მსგავსი, ანუ კი უნდა სადღაც 70 ლარად წინა გამოწერა ახლა. და რა თმა ისე გავიზარდა რომ უკვე შევიდა რომ ხვეულებიც გავიკეთო. ძალიან მიხარია. დღეს ვიყავით გასული მე და მამა ჩემი მანქანა ვატარე ცოტა და რვაში მაქვს გამოცდა. წინა ქალაქის გამოცდაზე რო ვიყავი, ცოტა ისეთი მომენტი იყო. რთული, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდით, ამ პირველი გამოცდა იყო და არ ვიცოდი კარგად ტარება მანქანის მართვა. და გამიჭირდა და ჩავიჭერი ეკრება, იმიტომ რომ ქვეითების გადასასვლელი ვერ დავინახე. და ეგ იყო ჩემი ჩაჭრის მიზეზი. არის რომ ზოგი სწორი მოქვს ახლა და ზოგი ხვეული და ნერვს მიშლს. ყველას ერთად დასწორებ, დახვევა ცოტა რთული მომენტია. ამიტომაც არის კარგი ის ფენი. ეხლა ეს ჩხოლკა როგორ გავიკეთო, არ ვიცი. აი? ნახეთ. მოვიდა ბებია ჩემი. ესეთი გამოწყები ლამაზად. ზივერთ ახლა ველოდებით. და ვისადილოთ. ბებია ჩემია ეს მისალმეთჩოს მაყურებლებს გამარჯობა. ბებიაჩოს გავუკეთე მაკიაჟი და როგორ მოგწონთ აბა მოგწონს? თქვი? მე მევნები? ხო. ჰა, მომწონს. ოკეი. კაი, გადავიღეთ სურათები ახლა. ფოტოსესია გავაკეთე. კი, დაჯობა. Ჩვენიერო. Мне
Ну, выбили яичко. მანგოს ვაკეთებთ ახლა. ვაკეთებთ რა უნდა გავსინჯოთ. მე მგონი არასწორად ვჭრით მეგობრებო, მაგრამ პირველად ვსინჯავთ თომტომაც. არა, ეს აიღე დიდი და ერთად გავსინჯოთ. ეს შიდა ნაწილი უნდა გასინჯო. შიდა არის. რა ნაძვის და მანგოს გემო ერთად აქვს? Виси, надеюсь. მე გძნობ ნაძვის გემოს. გამოვედით, შევიკრიბეთ მოკეთ გოგოები. დღეს ძალიან არცივა, ჩვენ გვეგონა რომ ძალიან ციოდა გარეთ, მაგრამ რეალურად ძალიან არცივა, მაგრამ რავი, რეიტუზებით და შარლებით ვარ და შეიძლება მაგით არ გვცია. ეხლა სონიას უნდა შევხვდეთ და შემდეგ გავდივართ, რომ სადმე ყავა დავლიოთ კაფეში ან სადმე და მოკეთ ჩემი და არის როგორც ყოველთვის მძღოლი. სანამ მე პრავას ავეღებ. როგორია ბათუმში ცხოვრება? როგორ გაწარდა? არის ძალიან მოსაწყენი ცხოვრება. ზამთარში. ზამთარში ძალიან მოსაწყენი. ზაფხულში არ არის მოსაწყენი. ზაფხულშიც რაღაც პონჩი მოსაწყენია, გაჩნია ვისაერთოდ. ხო, გაჩნია მოსაწყენი. არა, პირიქით მე რო ჩამოვიდივარ, ჩემთვის საერთოდ არ არის მოსაწყენი და ზაფხულში ძალიან ვერთობით ხომ. ძალიან მოსაწყენი ადამიანი. ხო, ძალიან მოსაწყენი ადამიანი ვარ და მაგიტომაც რო ჩამოვიდივარ, ზაფხულში და გარეთ გავდივართ. სიცხეში. შეუნა მუსიკაუნა. დილა. შენ თქვენ ხო? აი ეს ტიპია. შენ პილოტის ინსტრუქტორია ხარ? კი. მაგას ნაკიდებს ცხელია. ჩემი რაკურსთან გადავიღებ ძალოვაზია. მიდი გადაიღე. ეს ფიქრობ რა უნდა გააკეთოს მაგათი ადამიანმა, ვინც იცის ეს თამაშები, რომ მომავალში ფული იშოვოს. მე რო ექვისოდე. გაჩნია თუ კრეატიული ხარ და შეგიძლია და დროც გაქვს და დროს ჩადებ და ეფორტს ჩადებ, ყოველფრიდან იშოვე ფულს. Fortnite-დანაც იშოვე, Counter-დანაც იშოვე და GTA-დანაც იშოვე და რაღაცებს? არ ვიცი, მე Counter-ში მარტო ვიცი, რომ კი, იმ რაღაცებს ყიდულობენ და მაგას ყიდიან. მე როგორც კრიპტოსპონტი გამოდის თუ რაღაცა, ხო, მე იზრდება იმის ფულისა. ხო. ყველაფერი იცის ნინო. მაგრამ მე კომპიუტერში ვარ როგორი, მაგრამ ყველაფერი ვიცი თამაშებში. როგორ ახსენებ. სონიას არის მოკეთ გოგოება პილოტესის ინსტრუქტორი რა. ხა და მე მინდა რომ სონია ვალოდბარეკო ცოტა რომ თქვენს გაიგოთ რატო არის პილოტესი კარგი. ჩვენს ცხოვრებაში და რატო უნდა ვივერჩოთ პილოტესით. იეი, პირველ რიგში გამარჯობა მაყურებლებო. პილოტესი ზოგადად სხეულისთვის ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ მუშაობს მთლიანი სხეული, core box-ი, რაც შეიცავს ზოგადად არა მარტო core-ის კუნთებს, არამედ ზურგის კუნთებსაც, თიაქარივისაც გაწუხებთ, იმათვისაც ძალიან კარგია. მოკლედ, თუ ტონუსში გინდათ სხეული მოიყვანოთ და ზოგადად გინდათ რომ ლამაზი ფორმები გამოიყვანოთ სხეულის, პილოტესი არის საუკეთესო არჩევანი, მით უმეტეს უფრო დაბალი ინტენსიური ვარჯიშები არის და ვისაც ჯიმში ვარჯიში არ გიყვართ, ან უბრალოდ არ გსიამოვნებთ, პილოტესი ნამდვილად ძალიან კარგი არჩევანი არის და ჩემს ვარჯიშებზე შემიძლია სული ამოგხადოთ, თავისუფლად შემიძლია ვთქვა. ხო, ამიტომაც სონიასთან იარეთ პილოტესზე, ვინც ამ YouTube-ს უყურებთ. დროები მომწერეთ ან მიწერეთ სონიას, მის Instagram-ს აქ ჩავსვა, მის პილოტესის Instagram-ს. ჩვენ ზურგეთში ვიყავით სასაფლაოზე და ძალიან დავთვალე ჩემია. ჩვენ ვიყავით ჩვენ ბათუმის სასაფლაოზე ფერიაში და ეხლა ჩავდით ზურგეთში და ანუ ფერიაზე რომ დავლიეთ, მე გზაში გადაგვიარა და ეხლა კიდე რომ დავამატეთ. კიდე მოგვიბრუნდა და მარტო ხა ესე. და რა, შოთისპური გვინდა და ცხელი და ძალიან ბევრი შეგვხვდა შოთისპურის მაღაზია და ყველა დაკეტილი დაგვხვდა. ჩემი მშობლები სახლი ხედავ შენ აფრე დეინგრაბა მომიდა დუდერბუ зашли вот нет მომიდა მე ვიდივართ ახლა ხვალაც და ზეგ უკვე ვიდივართ თბილისში გადაყოლილი ფოროებზე აქ წერია ზოგში იქაში არ ვიცი ახლა თვითონ სკოდებზე არ ვიცი და ამიღები კრეპესა და საერთოდ ეს არის ნორმა всё ჰაი, დღეს უკვე ბოლო დღეა, რაც მე ვარ ბათუმში. ამ ჩემ ვეკეიშენდა რა თქმა უნდა და ხვალ დილას მაქვს უკვე მატარებელი დილის 8 საათზე.
სხვა არაფერი არ გადამიღია, იმიტომ რომ გუშინ როგორც ნახეთ იმ კადრებში ვიყავით სასაფლაოებზე და ძალიან შევთვერეთ ჩემი და მე მთელი დღე გვეძინა, მე საღამოს გავიღვიძე და უკვე აღარაფერი არ მქონდა გადასაღები. და გარდაც არ გავსულვართ და დღესაც მთელი დღე წევარ. სერიალს ვუყურებ, არაფერს არ ვაკეთებ, ეხლა ვაკეთებ ნივრის პურებს ყველით და მოგამე თეთრსაც და შავ პურზეც ვაკეთებ, ანუ კარაქს ვუსმევ პურს, შემდეგ ზევიდან ვუკეთებ ნიორს, ანუ ვაჭრი და ყველი და ვდებ ღუმელში და ვაცხობ რა ცოტა ხანი და ნახოთ რა გამოვა, როგორი იქნება წიაზე გავაკეთე მიკროტალღურში და ცოტა დამეწვა და სუხარიკებივით გამოვიდა და ეხლა იმედი არ რბილი იქნება, იმიტომ რომ კაფეში გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ხო, მე და ანუ კი ვაპირებთ კიდე გარეთ გასვლას სასეირნოთ, წესით დერიგით გავალთ, იმიტომ რომ ერთი მაკდონალდსის ჩიზკეიკი მინდა ძალიან, აი რაღაცნაირად ძალიან მინდა, კარამელის სიროპით, აი უგემრიელესია და ეს დღეებია სულ მაგ ჩიზკეიკზე მეფიქრება, მაგრამ გარეთ წვიმს ეხლა გაჩვენებთ. ანუ გაწვიმდა ხალხნო და აქ ამ მინჩის სეირნობის თავი არავის არ აქვს როგორც ყოველთვის. მეც მაისევ დავიხვიე. ეს მის დახვევა ძალიან კარგად დავამოღავი და ძალიან მომწონს. ოღონდ თმის თოთი ვიხო და თმის თოთი დახვევა ძალიან ცუდია. ესე და ეს არის ჩემი ახალი ამბები, რაც ხდება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. სხვა არაფერი. თუ გამომივა ეხა ეს პურები გაჩვენებთ და ვაგემოვნებ თქვენთან ერთად. დამორწყო მე თქვი ხალხო. იმას გავიღე, ბებონინოს გავხარ. მოგეთ. ეს თეთრი პურზე ესეთი გამოვიდა ყველი, ძალიან გემრიელი გამოვიდა და შავ პურზე პროსტა ნიორია და ეგეც ძალიან კაია რა, შავ პურზე სადაც და იმას. თან ეს მზესუმზიდიანი პურია და ძალიან ხდება. მოგეთ გასინჯა ძალიან გემრიელს, ზუსტად 15 წუთი ვაცხობდი იმაში, ღუმელში. იდეალურია. ეს პროსტა სნეიკად და მუკბანგი დამირთვათ ხოლმე, ეს პროსტა სნეიკად ძალიან გემრიელი. მუკბანგი. ჩავსვათ. თუ გამოვედით მე და ანუკი და ვისეი. ეს ესე ჩავალაგეთ ჩემოდანი. დავთავდა ჩემი vacation. დილის 7 საათია ალბათ უკვე ვის ნახევარია და უნდა გავიდეთ და უკვე გამოიტარა ბათუმში. თან მერეს გავარ, რატო გამოიტარა? ჩემს ბედზე გამოვიდარა ეს დღეები, რომ საერთოდ ცუდი ამინდები იყო. დღეს მაინც გამოიდაროს, იქნება დიდი ალბათობით ძალიან ბევრი გრადუსი 22 და იქნება ყველა გასული როგორც საფხულში ისე და მე ძალიან გული დამწყდება, იმიტომ რომ ეს დღეები სუსიცივები და წვიმები იყო. და საერთოდ არ მომწონს ახლა ჩემი თავი და მოკლედ წავედი. ნაი შევწევა. მამა ჩემი სამწე კრანი. დავედით მატარებელთან, ჩავჯექით ძალიან ცივა, ჯერჯერობით. მივდივართ ახლა მატარებელთან. რომელი საათია? 8:25 წუთია.